გამარჯობა მეგობრებო, დღეს თქვენ ჩემს ვიდეოში ხილავთ Ford Fusion ორგანული ჰიბრიდის აღდგენის მეოთხე ნაწილს. დღეს ჩვენ ამ ვიდეოში უნდა მოხსნათ ამ მანქანას უკანა მარჯვენა ამორტიზატორი და დანარჩენს, რაც წაუკეთებთ თანდათანობით გაჩვენებთ. აი მეგობრებო, როგორც გითხარით, უნდა მოხსნათ უკანა მარჯვენა ამორტიზატორი. ეხლა დაუშვებთ ამ ხუთივე ბოლტს. ეს ბოლტები არის 19-იანები, ჩვენ გვაქვს ესეთი კლუჩი, რომელიც იშლება და იკეცება. ძალიან მაგარი კლუჩია. და ამით უნდა დაუშვათ ეხლა ჩვენი საბურავი. დაუშვით ჩვენ ხუთივე ბოლტი და ეხლა აი ესეთი დანგრატით უნდა ავწიოთ მანქანა. ჩვენ დიდი დანგრატი რო გქონდა ის წითელი გაგვიფუჭდა. ანუ გაასხა. ვეღარ წევს საერთოდ და ამიტომ უნდა ავწიოთ ესეთი დანგრატით. აი ამ დანგრატს აქვს ესეთი ჭრილი და შიგნით აქვს ძალიან ძლიერი პლასმასი და არ აფუჭებს თვითონ მანქანის ჟესტს. არ ჭეჭყავს და რაღაც. სადანგრატე ადგილები არის ოდნავ შეღუნული და ვასწორებთ ეხლა. ეხლა დავუდოთ დანგრატი. აი დაუშვით ბოლტები, მაგრამ ხედავთ რომ აი დისკი არის გაჭედილი. ადგილებში ესე. დისკი რადგან არის გაჭედილი, WD-40 უნდა ჩავასხათ მის საბოლტე ადგილებსა და ზემოთ, რადგან ადვილად მოხსნათ. აი ამოძრავდა დისკი. ძალიან არის გაჭედილი. აი, მოძრა. ნახეთ როგორ არის შეჟანგებული. და ეს იწევდა ესე, მაგრამ რომ იყო მიწებებული თავის ადგილას. აი ესე გამოიყურება ჩვენი გასხმული ამორტიზატორი. ნახეთ როგორ აქვს ზეთი ესე. სულ ჩამოწეთილი აქვს, გასული აქვს თავისი ზეთი. და ჩვენ უნდა დავუშვათ აი ამ ორი ბოლტიდან. და ქვემოთაც აქვს, აი ნახეთ. აი ორი ბოლტი აქვს. აი აქედან და მეორე მხრიდანაც აქვს. კარგად აჩას. დავუშვებთ და ახალს დავაყენებთ. ესე გავასუფთავოთ. გამოვაჩინეთ კარგად ბოლტები, ეხლა კიდევ მოვიდოდ რომ დავუშვოთ. აი ეს ბოლტები არის 18-იანი, როგორც ხედავთ. რეტი უნდა დავუდოთ ესე. და შემდეგ ავწიოთ. ჯერ უნდა დავწუნდეთ დანგრატი თუ კარგად უდევს, ჩვენ ნახეთ აი აქ გვიდევს ესე. კარგად უდევს და უნდა ავწიოთ ახლა. და ესე უნდა ავწიოთ ცოტათი. საკმარისია, მეტი აღარ გვინდა. ეხლა მოდი დავუშვათ ჯერ ქვევითა ბოლტები. არის 15-იანი ბოლტები. ორივე მხრიდან 15-იანებია. აი დავუშვით ერთი ბოლტი, ესე გამოიყურება. მოხსენით მეორეც ესე გამოიყურება. აი. ეხლა უნდა მოხსნათ ზედა მხარე. დავუშვათ მეორე მხარეც. აი უკვე მოძრაობს.
უბრალოდ ბოლტები არის გაჭედილი. აი მეგობრებო, მოხსენით. ეს ამორტიზატორი. ეს არის ჩვენი ახალი ამორტიზატორი. ახალი როგორ, ანუ ორიგინალია. და ესე ნელ-ნელა უნდა ამოდიოდეს. აი რომ განახოთ ახლა. ანუ შევადაროთ, ეს არის ჩვენი ძველი, ეს არის ჩვენი ახალი. ორივეს ერთად დავაწვევი. ინახეთ, ჩვენ ძველი როგორ ადვილად ჩავიდა, ახალი ძნელად ჩადის. და ახლა რომ ვუშვებ, ჩვენი ძველი რჩება, ახალი ამოდის. აი ახალი ამოვიდა და ძველი ნახეთ, ხელი თუ არ ამოვიყვანა, ისე არ ამოდის. ანუ ამას აქვს გასხმული, ესე სუზეთები ხონდა, ანუ თავისი შიგნით ზეთი აქვს. ისეთები სულ იყო გარეთ გამოსული, გავწმინდა უბრალოდ. ეხლა კი უნდა დავაყენოთ ჩვენი ახალი ამორტიზატორი. გავუსუფთავოთ თავი ჯერ. ესე გავუკეთეთ. აი ვსვავთ ამორტიზატორს და დავუჭერთ შემდეგ ბოლტებს. ეხლა უნდა დავუჭიოთ ქვედა ბოლტები. გავუკეთეთ, მოვარგეთ ბოლტები და ეხლა დავუჭერთ მათ. ეხლა უნდა გადავუჭიროთ ყველა 4-ვე ბოლტი. ანუ მაგრად უნდა იყოს დაჭერილი სავალი ნაწილის ბოლტები. საერთოდ ზოგადად. ეხლა უნდა გადავუჭიროთ ეს ზემოთა ბოლტები, ქვემოთები კარგად დავუჭირეთ იდეალურად. და ეხლა დავუჭერთ ამებს და მოვრჩევით ჩვენი ამორტიზატორის დაყენებას. მოვრჩით უკან ამორტიზატორის დაყენებას. მეგობრებო, ჩვენ ეხლა უნდა მოვხსნათ აი ეს ბოლტები. აი აქაც არის ქვემოთ. ეს და ეს ზემოთა. და უნდა დავატაოდოთ ისინი. ანუ ამებს იმიტომ ვატაოდებთ, რომ ანუ აქ მოძრაობს ამ ადგილებში ეს თვითონ ტორმოზების დაჭერისას. და ადვილად რომ მოძრაოს, ტაოდი უნდა წაუშვათ. და არ იჭრიალოს. აი მეგობრებო, პირველ რიგში უნდა გავანთავისუფლოთ ეს კაბელი აქედან. ესე გავწიოთ. შემდეგ მოვახსნათ ესეთი პლასტმასის თავსახურები. ესეთია. ჩვენსაც არა აქვს აქ. შემდეგ დავასხათ ამ ადგილებში WD-40. აი აქაც. აქაც. შემდეგ ესე გავუხეხოთ ჩვენი რკინის შოთქით თავი, რომ ადვილად მოეხსნას. შედარებით. ამ ადგილებში არ გავუხეხოთ ესე, რადგან შეიძლება ეს პლასმასის ის რეზინანარევი პლასმასი დავაზიანოთ. ამ ადგილებში არ გვჭირდება ჩვენ. მხოლოდ აქედან გვინდა დასხმა. და გასუფთავება, რომ რეზვა აქ არის. ცოტა ხანი დაველოდოთ, რათა შეიწოვოს ეს სითხე და შემდეგ დავუშვათ. დავუშვათ. საკმაოდ გაჭედილია ბოლტი. არა. აი ადვილად დაეშვა შედარებით. ეხლა დავუშვათ ზევითაც ბოლომდე. შორსაც დაეშვა. ესე მივაწვეთ ფრთხილად.
და გამოვიღოთ. აი ესე გამოიყურება ეს ბოლტი. ახლა ამ ბოლტებს კარგად გავასუფთავებთ, რეზერვსაც კარგად გავასუფთავებ აქაც, თვითონ ბოლტებსაც. შემდეგ წავუსვევთ დაუც და დავუყენებთ თავის ადგილას. აი დავასხათ ესე VD40 ამასაც და გავხსოვთ ფინის შეტი. მაგრამ აი სჭირდება კიდევ კარგად გახეხვა. ასევე რეზვაც გავუსუფთავოთ. So, ეს პირველი ბოლტი გავუსუფთავთ. აი ნახეთ როგორი სუფთაა. ეხლა მეორე შედარებით ბევრად სუფთაა. გამოვიღეთ. So, ესე გამოიყურება მეორე ბოლტიც. ეხლა თითოეულ ადგილები გავწმინოთ, სადაც ეს ბოლტები ყენდება. პირველ რიგში დავასხათ VD40. იქ შიგნითაც. ქვემოთაც. შემდეგ ესე გავასუფთავოთ. როგორც შევძლებთ. ასევე აქედანაც ვეცადოთ რომ მაქსიმალურად გასუფთავდეს. გამოვიდეს ის მტვერი ჭუჭყი. ძველი გამაგრებული ტაოტიც. გავასუფთავეთ ეს ზემოთა, ახლა ქვემოთაც გავასუფთავებთ. გავასუფთავეთ, ახლა წავუსვევთ ბოლტებს ტაოტს და დავაყენებთ. აი ჩვენ გვაქვს ესეთი ტაოტი. ძალიან მაგარი ხარისხის ტაოტია. უძლებს -30 გრადუსიდან 130 გრადუსამდე. სპეციალურად არის პაჩევნიკებისთვის. უნდა წავუსვათ ახლა ჩვენს ბოლტებს. კარგად უნდა წავუსვათ. ახლა წავუსვათ მეორეს. ბოლტებს წავუსვით და ახლა უნდა დავაყენოთ. ამ ბოლტებს ოდესაც უჭერთ, ხელით უნდა დაუჭიროთ სანამდე წავა, რომ გავარკვიოთ. ცერად ხომ არ დაეჭირა და რეზვა არ გავაფუჭოთ. ეხლა კი გადაუჭიროთ. ძალიან არ უნდა დაუჭიროთ, თორემ შეიძლება ჩაგვიწყდეს. საკმარისია. მოვჭით დაჭერას. ეხლა გავუკეთოთ ეს თავისი ხუფი. გავწმინდოთ ჯერ. გავუკეთოთ ესე. შემდეგ კიდევ აი ტაოტი უნდა წავუსვათ ამ ადგილებში. რათა ის მტვერი არ დაიგროვოს, მტვერი და ჭუჭყი. ანუ ეს ტაოტი დაიცავს ერთსიგით. მოვჭით ყველაფერს, ეხლა დავუყენებთ საბურავს, ჩამოვწევთ მანქანას და დავასრულებთ ყველაფრის გაკეთებას. აი უნდა დავაყენოთ ჩვენი საბურავი. მეგობრებო, ჩემი დიდ ხომრა იქნება რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და დააიქოთ ჩემი ვიდეოები, რათა მომეცეს უფრო მეტი мотиваცია და უფრო მეტი ვიდეოები გადავიღო. შეგვიძლია დაუშვათ და შემდეგ გადავუჭიროთ. კარგი. ერთ დაშვებამდე უნდა ავწიოთ ცოტათი, რათა გამოვიღოთ პირველი აგური. ნელ-ნელა დავწიოთ, რადგან ეს არის პროფესიონალური დონის დანგრატი, არის ჩვეულებრივი პატარა მანქანების დანგრატი.
ჩვენ ძალიან უნდა ჩამოვიწყოთ. უკვე საშუალება აღარ აქვს უბრალოდ გირს დაედო. მორჩა დავუშვით ჩვენი მანქანა. ეხლა გადავუჭერთ საბურავებს. კარგად უნდა იყოს დაჭერილი. საკმარისია ეს ბობი. მორჩით საბურავის დაყენებას. მანქანა ჩამოვშვით, ყველაფერი იდეალურად დაждდა. ამორტიზატორი მართლაც რომ კარგად დავაყენეთ. ასევე ის ბოლტების კარგად დავსმასკეთ. აღარ კარგა ხანი აღარ იჭაჭუნებს, არც ჭაჭუნობდა, მაგრამ შეიძლება მალე დაეწყო. მეგობრებო, ამ ეტაპზე დავასრულეთ ყველაფრის გაკეთება. დავაყენეთ უკანა მარჯვენა ამორტიზატორი, ასევე დავატაოდეთ ორივე მხარეს უკანა ხუნდების დამჭერი ბოლტები. რადგან ისინი მოძრაობენ ერთმანეთში და საჭიროა მათი დატაოტება და არ შეიძლება რომ გაჭედილები იყოს ერთ ადგილში. და ჩვენ რა თქმა უნდა გავუძლევთ ამ მანქანაზე ვიდეოების გადაღებებს, ასევე შემოგთავაზებთ სხვადასხვა რაღაცეებზე ვიდეოებსაც. და მე ახლა ის გადამჩენია რომ დაგემშვიდობოთ. ნახვამდის.